მე ვფიქრობ ელენე ხოშტარიას პატიმრობა, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იმ საბაბით, რა საბაბითაც ეს სასამართლო გადაწყვიტა ივანიშვილის. კიდევ ერთხელ მოწვევს იმას, რომ ივანიშვილი აპირებს გაამყაროს ავტორიტარიზმი და კიდევ უფრო მეტად ეცადოს ამ გზით დააშინოს საკუთარი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ არც არავის არ ეშინია და მათ შორის ელენეს პატიმრობა, რომ სულთა პოლიტიკურია, მე ვფიქრობ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ძალიან კარგად გამოჩნდა ოცნების იმ მოლაპარაკე თავების მიერ, რომლებიც როგორც ჩანს ძალიან შეაშფოთათ ელენეს 4 შვილის დედობის ფაქტორმა და ამ ფაქტორის გავლენამ საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ისინი არ საუბრობდნენ იმას, რომ მან ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო რუსული ოცნება ჩაიდინა დანაშაული და ახასგვარ რამეს იგონებდნენ იმისთვის, რომ გაემართებინათ ივანიშვილის უსამართლო სამართალი. შესაბამისად, ეს ელენეს დაკავება, რომ სულთა პოლიტიკურია, მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ქართული ოცნების მოლაპარაკების სახეების განმარტებებითაც ძალიან მკაფიო იყო, ისევე როგორც შურისძიება და შურისძიების მოტივით ჩადენილი ეს დანაშაულები, რომელიც გრძელდება დღეს უკვე საქალაქო სასამართლოში 8 ოპოზიციონერი ლიდერის, მათ შორის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებით და მე მარტივად უბრალოდ დავსვამდი კითხვას, თუ მათ არაფერი არ აქვს დასამალი და თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს 8 ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ ამ უცხო ქვეყნის უსაქმიანობაში მხარდაჭერასთან დაკავშირებით და საბოტაჟის მომხდ ეძახიან, თუმცა ეს უცხო ქვეყნის მხარდაჭერის უტყუად განწყობილი ქვეყნის მხარდაჭერის და გამომდინარე საჭირო დაწესებას ითხოვს, რატომ არის დახურული ხდომა და რატომ არ ეძლევა ჟურნალისტებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებამ დახურა სასამართლოები ტელევიზიებისთვის, რატომ არ ეძლევა ჟურნალისტებს იმის შესაძლებლობა, რომ მოისმინონ სასამართლოზე მხარეების არგუმენტები, ისევე როგორც პროკურორის, რომელმაც ვერანაირი თუნდაც გამოგონილი ამბავი ვერ ჩადო ამ ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებში და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მაშინ, როდესაც რეჟიმი ერთის მხრივ პარტიების აგრძელვაზე მუშაობს, მათივე საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით და ყობახიძემ გითხრა, მას შემდეგ რაც ალიანსი შეიქმნა ოპოზიციური პარტიების, რომ კიდევ ვიღაცების დამატებას არ გამოვრიცხავთო, საბოტაჟის საქმე გამოგონილი და უცხო ქვეყნის უსაქმიანობაში მხარდაჭერის ბრალდება, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თავზე დამოკრეს ნახულით დაკიდეს, აგერ უკვე ელენეს პატიმრობა, რომელიც არასდროს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა სასჯელის სახით სისხლის სამართლის საქმე და მით უფრო მაშინ, როდესაც ერთის ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არის უკვე ამოქმედებული და ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ამავე მუხლით დაბარებებს სულში იქნება ეს ანალიტიკოსების თუ მათ შორის თქვენ როგორც პოლიტიკოს და ანოშვებსაც სხვა პირებსაც არაერთხელ გისაუბრიათ აი ოცნების მხრიდან გარკვეულ ტაქტიკაზე დაკიდოს საქმეები, ხო? და ასევე გისაუბრიათ იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ რაღაც შესაძლებლობის შემთხვევაში შემდეგ მოხდეს მათი გამოყენება. აი როგორ ფიქრობთ, თუ ეხლა შევაფასებთ ქართულ ოცნებას, აი მისი მმართველობის რა ფაზაშიც იმყოფება ის, აი წარსულის მაგალითები გამოდგება ამ ხრივ, ანუ დაიჭერს რეალურად ეხლა ყველა ამ ლიდერს თუ აი ვთქვათ სხვა ქვეყნების მაგალითებიც გვინახავს, ხომ? არ არის ძალიან შორს ვთქვათ წასვლა ამ ხრივ საჭირო. ბელორუსის რეჟიმის მაგალითი უფრო ახლოს არის ბიზნესმენებისთვის. მას სურს ვაჭრობა პოლიტიკური ტყვეებით და ამ ვაჭრობასთან დაკავშირებით მან მიიღო პასუხი, მათ შორის ელენე ხოშტარიასგან, რომელმაც განაცხადა, რომ მისით ვაჭრობა არ მოხდება, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსების. შესაბამისად, თუ ივანიშვილს გონია, რომ როგორც ლუკაშენკოს ელაპარაკა შეერთებული შტატების ტრამპის ახალი ადმინისტრაცია და გათავისუფლა პოლიტიკური ტყვეები, ასე მოხდება საქართველოში კიდევ ერთხელ მას გაუცრუდება, ასე რომ ვთქვათ, მისი პროგნოზები და ვარაუდები, მაგრამ ფაქტი არის ერთი. არანაირ სხვა ქვეყნის მაგალითზე არ შეიძლება საუბარი, თუ არა ავტორიტარული ქვეყნების და თუ არა რუსეთის და ლუკაშენკოს რეჟიმის და სხვა დანარჩენი დიახ ვიძინა ივანიშვილი არის ტაქტიკოსი, ის ტაქტიკურად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ გრძელვადიანი გათვლები არ გააჩნია და ამას მოწონს მისი 13-14 წლიანი მმართველობა, შესაბამისად ის სიტუაციურად მოქმედებს და ახლა ამ ვითარებაში, როდესაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდა და ამის მიუხედავად მათ ერთის მხრივ დაარღვიეს
EUTHOS ის პრინციპი, როდესაც უშენანუაშვილი, რომელიც თანამშრომლობდა EUTHOS ექსპერტთან, სულში დაიბარეს მოწმის სტატუსით და სისხლისამართლის საქმე, რომელიც ანალოგიური მუხლით არის აღძრული ამ კოდექსში გაატარეს, ეს ყველაფერი ისევე როგორც ელენეს მიუხედავად პატიმრობისა მიუსაჯეს საბოლოო ჯამში ბანერზე წარწერის გამო საარჩევნო სააგიტაციო მასალის წელიწადნახევრიანი სასჯელი, ეს აჩვენებს იმას, რომ ისინი არ აპირებენ უკან დახევას და ელოდებიან გარკვეულწილად უკეთეს შესაძლებლობას მათთვის ვაჭრობის, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მათ ვინმე უპირებს ვაჭრობას და ეს ძალიან კარგად ჩანს მთელი იმ საერთაშორისო განცხადებებით იქნება ეს ევროკავშირის, ევროპარლამენტის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სანქციებით მათ პროპაგანდისტულ არხებზე თუ მათ შორის შესაძლებლობაზე, რომ ევროკავშირმა დააწესოს სანქციები დიდი ბრიტანეთის მაგვარად და როდესაც მოხდება თავარი დაბრკოლების ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანის ხელიდან გამოცვლა არჩევნების შემდგომ. თეონა, ჩვენ ვიცით ასევე, რომ ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშის მისაღებად ემზადება, იქ მნიშვნელოვანი მოწოდებებია ხელისუფლებისადმი, ამასაც შევეხეთ გარკვეულწილად, მაგრამ ასევე მინდა კითხო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ანგარიშზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და სადაც საუბარია სასამართლო განაჩენების საკითხზე, ხო? მითქვა, რომ ბევრ ქვეყანაში არის პროგრესი, თუმცა არის მნიშვნელოვანი გამოწვევებიც და საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ საქართველოს აღსასრულებელი აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების 77 საქმეზე. რა სიტყვით ამ კონკრეტულ საკითხზე? ანა, მე ვიყავი ის დეპუტატი, რომელმაც ქართული ოსნების ინიციატივას ჯერ კიდევ 12 რეკომენდაცია, როდესაც იყო ევროკავშირში კანდიდატ სტატუსის მისაღებად, მათ შორის ხმა მივეცი და ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ კანონში ცვლილებები, რაც იყო ერთ-ერთი სავალდებულო ნაბიჯი კანდიდატ სტატუსის მისაღებად და ძალიან ბევრი ვიშრობე, მათ შორის მე თავად, როგორც ერთმა დეპუტატმა კანდიდატის სტატუსისთვის, მაგრამ ეს იყო ტაქტიკური ცვლა და ჩვენ ხედავთ, რომ აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების არ არის იმ კანონის შესაბამისი, რომელიც მიიღო იმ პერიოდში ქვეყანამ. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ასე ვთქვათ რუსულ კალკას, რომელიც არის მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო კვლავ არის სტრასბურგის გადასარჩელები, გადაწყვეტილებების აღსასრულებლად და საქართველოს არ აქვს დატოვებული ევროსაბჭო, მაგრამ ეს ამ ტენდენციას აჩვენებს ისევე როგორც მათ შორის ჩვენ შესაძლებლობა მოსკოვის მექანიზმიდან გამომდინარე გვაქვს იმის, რომ სახელმწიფოთა შორისი დავა მოხდეს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოში არსებულ ფუნდამენტურ უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, რომ შორი არც ისე შორია. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ არც ადგილობრივი სამართალი, არც საერთაშორისო სამართალი საქართველოში არ არის დაცული, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ტენდენციას, საიდანაც მიიღოს ქვეყანა ქართულ ოცნებას და ასე ამართებდეს პარტია იმ წარწერას, რომელიც ელენემ გააკეთა კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე იშვიათია, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება და მათ შორის ელენეს პოლიტიკური სამართალი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს ყველაფერი არის სწორედ რუსული ოცნება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა და ჩვენ ვხედავთ ამ წინააღმდეგობას და კიდევ უფრო მეტი ძალის შემკრება მოცემულობას ამ წინააღმდეგობის სახით და მე ვფიქრობ, მათ შორის ის შეძახილიც, რომელიც დღეს იყო ეკლესიაში, სწორედ აჩვენებს იმას, რომ აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის განცდა, იმიტომ რომ ამის წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმედ იქნება ვითარება, ვიდრე ეს დღეს არის.